ისე ყოველი ახალი წელი განა არ უნდა გვიხაროდეს, ყოველი ახალი დღეც უნდა გვიხაროდეს, ყოველი ახალი კვირა რო დაიწყება უნდა გვიხაროდეს. მაგრამ ახალ წელში თავისთავად მნიშვნელოვანი არაფერი არ არის. აი წმინდა ილია მართალი, ილია ჭავჭავაძე იცით რას ამბობს? ეს ახალი წელიო, აი წარმოიდგინეთ, გაუჭრელი ნესვია. ნესვი ხო იცით რაც არის? მაგრამ იმას რო გაჭრი, არ იცი იქ რა დაგხვდება. კარგია, გაფუჭებულია თუ როგორც არის. ახალი წელი მოდის. ჩვენ რა ვიცით ახლა 2026 წელში ბევრი კარგი მოხდება, ბევრი ცუდი მოხდება. ისევე როგორც არ ვიცოდით 2025 წელი რომ დადგა. ხო არ ვიცოდით რა მოხდებოდა. მაგრამ კაცი მაინც იმედით შეჰყურებს. მაგრამ საბოლოო ჯამში ეს კარგია თუ ცუდია, ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან ცუდია გამოდგა. ანუ წინასწარ რო გიხაროდეს და არ იქა და ერთი ამბავი ატეხო და დღესასწაულად მიიჩნიო, აი შეიძლება არ იყოს ბოლომდე მართებული, მაგრამ ქრისტეშობა ნამდვილად დღესასწაულია, იმიტომ რომ ღმერთი ადამიანების გადასარჩენად მოვიდა. ღმერთი ადამიანად მოვიდა. რომ ადამიანები ეცხონებინათ. ადამიანები უამრავ ცოდაში რომ იყვნენ ჩავარდნილი, ამ ცოდის გამო მარადიული ტკივილი შეიძლებოდა ჰქონოდათ ადამიანებს, მაგრამ ღმერთი ადამიანად მოვიდა, ანუ იესო ქრისტე და ის ჩვენთვის ჯვარზე გაეკრა, იმისათვის რომ ადამიანი გადაერჩინა და გახარებული ყოფილიყო. ამიტომაც ჩვენ გვიხარია ქრისტეშობა.